ყველანაირ პროვოკაციას. აღკვეთავ ძირშივე და სათანადო საკადრის რეაგირებას მიცემ. არავის არ ურჩევ თავის ან ცხვირის შემოყოფას ამ საკითხში რაიმე სახის გამწვავებაზე წასვლას. ჩვენ გვინდა ყველა საკითხის მშვიდობიანად მოგვარება. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვჭირდება დღეს რაიმე სახის არეულობა, მაგრამ საქართველო უკან არ დაიხევს. რუსეთი იმუქრება, რომ სნობს თუ ეს გამოცხადდა, სნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავისი აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს ძლიერი სახელმწიფო. მე არაერთხელ მithქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდების სცენი. პარადიული სპეკულირების თემა თუ ძალიან უხეშად არ გამომივა, როდესაც ამ თემაზე არის საუბარი, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები ყოველთვის იყო და ალბათ რჩება რუსეთისთვის. კითხვა, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში დავსვი, აქ ამ სტუდიაში სააკაშვილი, როდესაც გამოდიოდა წინა საარჩევნო კამპანიისას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მან გააკეთა ძალიან ხმამაღალი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში აპირებს გაერთიანოს საქართველო. მე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც ვაკეთებ ხოლმე გადაცემებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ვსვამ ერთსა და იმავე შეკითხვას. ეს არის კვლავ იგივე შეკითხვა, რომელიც შევარდნაძის დროსაც არაერთხელ დაგვისვამს. ეს არის ილუზია, ეს არის სურვილი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მართლა ხელეწიფება სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ გაერთიანოს საქართველო, მითხარით რა არის კონკრეტული გეგმა, როცა იგი გამოდის და ამას ამბობს? მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, აიღო ძალიან კონკრეტული და მე ვიტყოდი ძალიან მძიმე ვალდებულება. მე როგორც მისი პოლიტიკური გუნდის წევრი ამ ვალდებულებას მთლიანად ვიზიარებ და ვადასტურებ, რომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ჯერათ რომ ეს მოხდება? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ანინგა. ეს თემა, სადაც მე ვფიქრობ, თამაში არის დაუშვებელი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმ სერიოზული გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვგევართ და მიუხედავად იმ სერიოზული რისკებისა, დამატებითი რისკებისა, რომელსაც ჩვენ გვიქმნის კოსოვო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე მოხდება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება, ნაწილი ამ ნაბიჯების არის ხილული, ნაწილი და დიდი უმრავლესობა ამ ნაბიჯების არის ფართო საზოგადოებისთვის უხილავი და მე ვფიქრობ, ესეც გასაგები იქნება აუდიტორიისთვის, ვინაიდან არის თემები, რომელსაც ჭირდება ძალიან დელიკატური მუშაობა, ძალიან დელიკატური შიდა მუშაობა, შინაგანი პროცესების გასავითარებლად მუშაობა და ეს პროცესები არ ჩანს რაღაც მომენტამდე, მათ თითქოს არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარეშე თვალისთვის თითქოს არსებობს, მაგრამ რეალობაში პროცესი მიდის. ანუ ჩვენ მუშაობთ უხილავით საფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ხილული კუთხითაც და მუშაობთ ხილული კუთხითაც, მათ შორის დიპლომატიური ინიციატივების შესახებ ცნობილია, ერთ-ერთი სხვადასხვა არის ძალიან პერსპექტიული, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის სამშვიდობო ფორმატის გადახედვა. ამის თაობაზე ჩვენ შემოდგომაზე დავიწყეთ კონსულტაციები გაეროსთან და მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს და ხვალ ჟენევაში მიმდინარე ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი თემა არის სწორედ ამ სამშვიდობო პროცესის გადახედვა, სამშვიდობო პროცესის გადახედვა, გადასინჯვა. იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების, მათი ფორმატის, მათი მანდატის, მათი შემადგენლობის ცვლილება არის სწორედ ის, რასაც ამდენი ხანი მოითხოვდა ქართული მხარე. და აი ამ პროცესის შედეგად ჩვენ სამ თვეში მოვახერხეთ, მიგვეღწია იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურად, ამის თაობაზე გაეროს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა უკვე განცხადება და დღეს და ხვალ არის ფაქტიურად ამ პროცესის ფორმალური დასაწყისი. უკვე ეს პროცესი დაიწყო. ეს ერთ-ერთი
მაგალითია უბრალოდ დიპლომატიური აქტივობის, თორე კარგად გვესმის, რომ ამ შემთხვევაში მარტო დიპლომატიის გზით ალბათ ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა და საჭიროა ძალიან კომპლექსური მიდგომა. კარგით, თქვენ მაყურებელს მინდა მიმართოთ, დარბაზს მინდა მიმართოთ, თქვენ ჩემთან ერთად მოისმინეთ ახლა დავით ბაქრაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. იგი ამბობს, რომ თავადაც როგორც სააკაშვილის გუნდის წევრი ინაწილებს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეს მთავრობა აღადგენს. თუმცა ასეთივე განცხადებები ჩვენ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია და ბოლოს მინდა გკითხოთ მესმის, მაგრამ უბრალოდ განსხვავებას შეგახსენებთ ქალბატონო ინგარო, სწორედ ესეთი თავიდან ძალიან უხილავი ნაბიჯების შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დღეს ცხინვალის რეგიონში ტერიტორიის 50%-ს აკონტროლებს ადმინისტრაცია, რომელიც ლოიალურია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. და დაახლოებით მოსახლეობის 50% გახლავთ ამ ადმინისტრაციის ლოიალური. აი ეს ადამიანები მართლაც სათითაოდ ყავს ყველა წამოყვანილი იმ დობის და ურთიერთგაგების იმ მომენტამდე, რომ ისინი გახდნენ ლოიალური. ყველა ამ ადამიანთან მიმდინარეობდა მუშაობა, რასაც ჭირდება დრო. მთელი ტერიტორია მართლაც კვადრატული მეტრობით არის წამოღებული აქეთ მხარეს. ეს პროცესი მიდის და იქ ძალიან სერიოზული შინაგანი რღვევის და შინაგანი ეროზიის პროცესი მიდის. ამიტომ ნუ მოგატყუებთ ბატონ გოგოითის ძალიან ომახიანი ტონი, როდესაც ის მოსკოვში ომახიანად საუბრობს. ცხინვალში მისი ტონალობა როგორც წესი მკვეთრად განსხვავებულია იმისგან, რაც მოსკოვში. რაც შეეხება აფხაზეთს, იმასაც შეგახსენებთ, რომ ბუნებრივია აფხაზეთი უფრო კომპლექსური თემაა, მაგრამ შეგახსენებთ თუნდაც კოდორის ხეობას, ეს ამ ფაქტორის შეუფასებლობა არაფრით არ შეიძლება. ბუნებრივია კოდორის ხეობა ხა მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო იგივე ცხინვალის რეგიონში. იქ დღესაც ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველთვის პატრიოტები იყვნენ და ამას შეეჩვია არავის არ ეპარება, მაგრამ დღეს მათი პატრიოტიზმი ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს და ეს არის ძალიან სერიოზული ცვლილება. და იგივე ზემო აფხაზეთის ცნების შემოღება, თუნდაც კოსოვოს წინ ამ ცნების დამკვიდრება და იმის გამოჩენა, რომ არსებობს აფხაზეთი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად ლეგიტიმურ ხელისუფლებას შორის და იმ ხელისუფლებას შორის, რომელსაც მოაწყო ეთნიკური წმენდა და აქ არის საუბარი შიდა კონფლიქტზე და არა ვთქვათ მხოლოდ ცენტრის და რეგიონის დაპირისპირებაზე, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ჩვენ ეს ძალიან სერიოზულ რესურსს გვაძლევს, თუნდაც აი ამ რთულ დღეებში. ამიტომ ამ მიმართულებითაც ნაბიჯები არის, თუმცა რა თქმა უნდა არ ვიქნები გულუბრყვილო და არ მოვიტყუოთ თავი, რომ აბსოლუტური ძირითადი სამუშაო ამ მიმართულებით კიდე წინ არის. კარგი, და მე ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, წინ არის სააკაშვილის და პუტინის შეხვედრა, რას ელის ოფიციალური თბილისი ამ შეხვედრისგან. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს ხელისუფლებას ოპონენტები ყველაზე ხშირად ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად უყენებენ სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას. პირდაპირ მნიშვნელობით და დღეს, როდესაც იგივე საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაისმის ხოლმე განცხადებები რუსეთთან, თქვათ ახალი ეტაპის ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისზე, განცხადებები რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ასე შემდეგ, ყოველთვის ჩნდება ხოლმე იმავე თქვენს ოპონენტებში კითხვა, რომ რა ხდება ამის მიღმა, რატომ დაუტკბა სააკაშვილი უცბად მოსკოვს, რა ხდება? კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის აბსოლუტურად თანმიმდევრული და ძალიან მარტივი ასახსნელია, ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს. ჩვენ გვაქვს სამი ამოსავალი წერტილი რუსეთთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, სამი წითელი ხაზი. პირველი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და მესამე ეს არის ჩვენი თავისუფალი არჩევანი. უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ვერ იქნება აგებული ამ სამი ელემენტის კომპრომისის ხარჯზე. ანუ ჩვენ გსურს, რომ ჩვენ ვიყოთ სუვერენული, ანუ რუსეთი არ ჩაერიოს ჩვენში და საქმეში და საქართველოს იყოს მიღებული და აღქმული რუსეთში როგორც სუვერენული სახელმწიფო და პატივსცემდეს ჩვენ სუვერენიტეტს. ჩვენ გსურს, რომ საქართველოს იყოს ერთიანი და არც ერთი ნაბიჯი გადადგმული ამ ერთიანობის წინააღმდეგ ვერ იქნება ჩვენი მხრიდან დატოვებული რეაგირების გარეშე და ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და არის ქართული ხალხის გადასაწყვეტი საქართველოს იქნება ნატოში თუ ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამიტომ როგორც კი რუსეთი თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება ან ჩვენ სუვერენიტეტს, ან ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლებას, ბუნებრივია ჩვენ იძულებული ვართ გქონდეს საპასუხო რეაქცია, მაგრამ ამ სამი პრინციპის მიღმა ჩვენ დაინტერესებული ვართ გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან და თუ რუსეთი მიიღებს საქართველოს როგორც სუვერენულ, ერთიან და თავისუფალ სახელმწიფოს, ბუნებრივია ამის იქით ჩვენ მზად ვართ ძალიან კარგი ამიტომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც საუბარი არის ამ სამი პრინციპის დაურღვევლობაზე, ჩვენ ვდგავთ ყველა ნაბიჯს, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესდეს, ნებისმიერ მომენტში, როდესაც რუსეთი ლახავს რომელიმე სამი წითელი ხაზიდან, ჩვენ იძულებული ვართ მივცეთ ძალიან მკვეთრი თავდაცვითი რეაქცია. სწორედ ეს ხდება ამ მომენტშიც, ერთის მხრივ მიდის ძალიან პოზიტიური პროცესი და იმედის
შემდგომცემი პროცესი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ხარს უჭერთ. საუბარი არის იმაზე, რომ ახლო მომავალში შესაძლოა გაუმჯობესდეს ქართულ-რუსული ურთიერთობები პირველ რიგში ვთქვათ ეკონომიკის კუთხით, საუბარი მიდის ემბარგოს შესაძლო, სავაჭრო ემბარგოს შესაძლო გაუქმებაზე, საუბარი მიდის ავიარეისების აღდგენაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ვთქვათ ლარსის გამშვები პუნქტის ამოქმედებაზე, იგივე ვთქვათ ზემო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკონტროლო გამშვები პუნქტების ლეგალიზებაზე, ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვზავთ ძალიან ინტენსიურად და მეგობრულად და კეთილგანწყობილად ვიმუშაოთ რუსეთთან, მაგრამ თუ კი და როცა ჩდება პარალელურად მეორე მიმართულება და გნებავთ კოსოვოს ან ნებისმიერი სხვა თემით მანიპულირებით, რუსეთი ეხება ჩვენ ტერიტორიულ ძალობას ან სუვერენიტეტს, ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვართ ვაშივები ვცეთ მწვავე რეაქცია და ყოველთვის, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი სუვერენიტეტი, თლიანობა ან თავისუფალი არჩევანი ჩვენ მივცევთ ასეთ რეაქციას. თუმცა აი ამით აიხსნება, რომ ერთდროულად მიდის ორი თითქოს და ერთმანეთის გამომრიცხავი პროცესი. არა, ნუ იყო პერიოდი განსაკუთრებით გაუმჯობესება რუსეთთან და ამ ურთიერთობები და აი ახლა აი ამ ბოლო პერიოდში დაიწყო ამ მოლაპარაკებების პარალელურად საუბრობთ კოსოვოზე და აფხაზეთის აღიარების საფრთხეზე. აი ეს ორი პარალელური პროცესი მიდის და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში რაციონალური ინტერესიდან გამომდინარე პრიორიტეტი მიეცემა სწორედ ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს და არა იმ ღირებულებების ხელყოფის ხარჯზე, რაზეც მე ვისაუბრებ. საინტერესოა რა წინადადებები ჩამოვა საქართველოს დელეგაცია მოსკოვიდან. ეს იქნება ალბათ ბოლო შეხვედრა სააკაშვილისა და პუტინის პრეზიდენტების რანგში და შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები, ამას ჩვენ თქვენთან ერთად ნახავთ. ჩვენს მიერ დასმული არის ინტერაქტივში ასეთი შეკითხვა, თუ ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, უნდა აირჩიოს თუ არა თბილისმა ომის გზა. 76% ჩვენი მაყურებლის ფიქრობს, რომ უნდა აირჩიოს ომის გზა. ეს არის ძალიან საინტერესო. რამდენჯერად ჩვენ ამ შეკითხვას ვსვავთ ხოლმე, ყოველთვის ინტერაქტივის პასუხი მაინც ძალისმიერი მეთოდისკენ იხრება, თუ რატომ და რას ფიქრობენ თავად დევნილები, როგორ წარმოუდგენიათ მათ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე უпростоრედ დაბრუნება. ამაზე რეკლამის შემდეგ